მოგესალმებით პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს პროგრამა ეპიცენტრი. რამდენიმე კვირაში დედაქალაქი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. დასრულდა თუ არა მოსამზადებელი სამუშაოები და რამდენად მომზადებული ხდება თბილისი უმნიშვნელოვანეს სპორტულ მოვლენას. რა ახალი სპორტული ობიექტები შეემატა დედაქალაქს და დასრულდა თუ არა ოლიმპიური სოფლის მშენებლობა. ჩვენს კითხვებს განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი არიშიძე უპასუხოს. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ თქვენ შეგიძლიათ Facebook-ის ჩვენს გვერდზე ნებისმიერ თქვენი შეკითხვა და მოსაზრება გამოგზავნოთ. ბატონი გიორგი პირდაპირ ეთერში გაგცემთ პასუხს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და პირველი კითხვა ბუნებრივია, 2 კვირა დარჩა თითქმის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის დაწყებამდე თბილისში. გუშინ გაიხსნა ახალი თბილისი, სადაც რამდენიმე სპორტული ობიექტია. მზად არის თუ არა, დასრულდა თუ არა ყველა მოსამზადებელი სამუშაო ოლიმპიადისთვის და რამდენად მომზადებული იქნება 26 ივლისისთვის დედაქალაქი. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მინდა მადლიერება გამოვხატო იმისთვის, რომ მაქვს საშუალება ჩემი საქალაქო სამსახურის საქმიანობის შესახებ მიმოწოდო ინფორმაცია მოსახლეობას და თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება ოლიმპიადას, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის მე-13 ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალი, რომელიც სტარტდება უკვე თბილისში, რომელსაც მასპინძლობს ჩვენი დედაქალაქი. წლების განმავლობაში მიმდიოდა საორგანიზაციო, როგორც საორგანიზაციო ნაწილში, ასევე ობიექტების მშენებლობის ნაწილში, ისე ვთქვათ, 24 საათიან რეჟიმში მუშაობა. ესე ვთქვათ, შრომამ გაამართლა და ჩვენ უკვე ის გეგმა-გრაფიკი, რაც დავდეთ 2015 წლის დასაწყისში, იმ გეგმა-გრაფიკში ჩავჯექით, ობიექტები თითქმის დასრულებული არის უკვე, თქვენ როგორც მოგეხსენებათ, რამოდენიმე დღის წინ მოხდა ოფიციალურად უკვე ახალი თბილისის ტერიტორიაზე 4 სპორტული ობიექტის გახსნა. კიდევ არის კორტები და კიდევ არის კორტები, მოგეხსენებათ, კი კალათბურთის დარბაზები არის, ასევე არის ხელბურთის ძალიან დიდი სპორტის სასახლე და ასე შემდეგ. უშუალოდ ახალი თბილისის ტერიტორიაზე ჩვენ გვაქვს 4 სპორტული ობიექტი, ეს გახლავთ ფრენბურთი, ძლეოსნობა, ტანვარჯიში და ცურვა. 4 ობიექტი არის აბსოლუტურად საერთაშორისო სტანდარტებით, ოლიმპიური სტანდარტებით აშენებული. ოლიმპიური სტანდარტი ამ შემთხვევაში გულისხმობს მოცულობას, ზომას, როგორც ჭერის სიმაღლის, ასევე დარბაზის მოცულობას. ალბათ მონიტორინგიც არის განხორციელებული, რამდენად ხარისხიან არის შესრულებული ეს. 9 სახეობაში ტარდება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, როგორც მოგეხსენებათ და ევროპიდან შესაბამისი დელეგატები იყვნენ სახეობის მიხედვით ჩამოსულები, რომლებიც დეტალურ შეფასებას და ანგარიშდებდნენ არა მარტო კონსტრუქციულ ნაწილში, ასევე სპორტული ინვენტარის ნაწილშიც. ვინაიდან საბოლოო ჯამში უკვე სატესტო მატჩების გამართვა, როდესაც მოხდა, არა მარტო მოხდა ისე ვთქვათ დატესტვა შენობის, მოხდა ინვენტარის დატესტვა, გათბობა გაგილების სისტემის, განათების და ასე შემდეგ. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ დარჩა თუ არა რომელიმე შენობა, რომელიც ჯერ არ არის დასრულებული, აი უახლოეს დღეებში მოგახსენებთ, ყველა ობიექტზე მიმდინარეობს უკვე დასუფთავებითი სამუშაოები. ერთადერთი პრობლემას კიდევ ვერ დავარქმევდი, ძალიან ისეთი მცირედი შეფერხება გახლდათ რამოდენიმე ობიექტზე, ასე ვთქვათ, კომუნიკაციის ნაწილში და ესეც თელასის, ესე ვთქვათ, ძალიან ისეთი ძლიერი ჯგუფის და გუნდის მეშვეობით ძალიან მალევე მოგვარდა. დღესდღეობით ყველა ობიექტზე, რომელიც უმასპინძლებს თბილისის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, ყველა ობიექტზე მიმდინარეობს მხოლოდ დასუფთავებითი ღონისძიებები. ოლიმპიურ სოფელს რაც შეეხება, ოლიმპიური სოფელი 22 რიცხვის მერე უკვე დაიწყებს ნელ-ნელა, ესე ვთქვათ, სპორტსმენების მიღებას. როგორც მოგეხსენებათ, 50 ქვეყნის წარმოადგენელი ჩამოდის, ეს ჯამში გახლავთ 4000-მდე სტუმარი. მართლაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორიაში ესე ვთქვათ უპრეცედენტო ღონისძიება არის და ძალიან რეალური შანსი გვაქვს იმისი, რომ მთელს ევროპას დავანახავთ, როგორ შეგვიძლია მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა ჩვენს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი, რამდენად მაღალ დონეზე ჩატარდება. რაღაც პერიოდის წინ კვლავ საკრებულოში იყოს ძალიან ასთა სხვადასხვაობა, რადგან თანხა დაემატა, გამოყოფილ თანხას გარდა დაემატა თანხა ოლიმპიადის მოსამზადებლად. რატომ არ იყო ის თანხა, რაც იყო გათვლილი, რატომ დაგჭირდათ თანხის დამატება? იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით ოპოზიციას ბევრი შეკითხვა ქონდა. მოგახსენებთ, მე არ მინდა რომ ძალიან ისე ვთქვათ პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანო ჩემი საუბარი, მაგრამ რეალური პრობლემა რა იყო მოგახსენებთ. მაშინ, როდესაც დედაქალაქში, ისე ვთქვათ, დედაქალაქმა აირჩია ახალი მერი და შესაბამისად საქალაქო სამსახურები და დედაქალაქის მთავრობა დაკომპლექტდა, როდესაც მე მომიწევ უკვე ჩემი სამუშაოს შესრულების დაწყების დრო, სამომიწია უკვე
ვთქვათ, ვერანაირი დოკუმენტი, ვერანაირი შეხვედრა, ანუ უქმე ან რამე მსგავსი ტიპის საბუთი ვერ ვნახეთ, სადაც ესე ვთქვათ, ერთ გვერდზე მაინც იქნებოდა აღბეჭდილი დაგეგმვის პროცესი, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი. ანუ ფაქტიურად პროცესებზე იყო ორიენტირებული, ესე ვთქვათ, ერთი წლის წინ აღნიშნული ღონისძიება, უბრალოდ რასაც მოითხოვდა პროცესი, ამ პროცესს ანუ ხანძრის ჩაქრობის პრინციპით ხდებოდა მუშაობა. ჩვენ რა თქმა უნდა გავმართეთ შესაბამისი შეხვედრები, გავაკეთეთ სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც მოხდა ანალიზის გაკეთება არსებული მდგომარეობის, რომ მოხდა ესე ვთქვათ საჭიროების განსაზღვრა და გამოვავლინეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროება. ობიექტების მიმდებარე ტერიტორია არ იყო გათვლილი ბიუჯეტში. ის უნდა გაიკეთებინა ობიექტების კომუნიკაციები, გზა, ეგრეთ წოდებული გვერდულები და ასე შემდეგ. შესაბამისად ამ მიზეზის გამო მოხდა უკვე რომ ვთქვათ ხარჯის დამატება. საერთო ჯამში რა დაუჭდა სახელმწიფოს ოლიმპიადისთვის? დაახლოებით 120 მილიონ ლარზე მეტი დაუჭდა დედაქალაქს უშუალოდ, 120 მილიონ ლარზე მეტი გულისხმობ უკვე ასე ვთქვათ გრანტებსაც და მთლიანად ასე ვთქვათ რესპუბლიკის მასშტაბით 150 მილიონ ლარზე მეტი. იყო რამოდენიმე კითხვა, მაგალითად დედაქალაქი რა სარგებელს მიიღებდა ამ 150 პირობითად სიფხვის ახლა. დიახ, მილიონი სახარჯვის შემდეგ, დიახ. აქ იყო საუბარი ფინანსურ სარგებელზე. ჩვენ ყველაზე დიდი სარგებელი რაც შეგვიძლია მივიღოთ, ერთი უკვე მივიღეთ, რომ აღნიშნული ღონისძიება ტარდება თბილისში და მეორე ყველაზე დიდი სარგებელი იქნება 9 სახეობაში ჩვენმა სპორტსმენებმა, ქართველმა სპორტსმენებმა, ჩვენი ნაკრების წევრებმა, რაც შეიძლება მეტი медаლი წამოიღონ. ეს იქნება ყველაზე დიდი წარმატება. ალბათ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს ოლიმპიადა. კი ბატონო, ეს ჩემს კომპეტენციას სამწუხაროდ ცდება შესაბამისად ამ ნაწილში არ შემიძლია დეტალურად გასაუბროთ. ჩვენი უფრო მოვალეობა არის რომ ღირსეულად შევხვდეთ ამ მნიშვნელოვან ძიებას. ასევე მინდა აღვნიშნო და ვისარგებლო შემთხვევით ყველა უწყებას საქალაქო სამსახურს, იპებს, აიპებს, რომლებიც ჩართულები არიან აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის და განსაკუთრებით საორგანიზაციო კომიტეტის მიმართ მინდა ძალიან დიდი მადლობა მოუხადო ამ ადამიანებს და მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები მართლა 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. მე არ მოვიწყდება არც ერთი ადამიანის სახე. თუმცა იყო პროგნოზები, რომ ვერ მოასწრებდა. კი, იყო პროგნოზები, ვინაიდან გარკვეული ძალები იყვნენ ორიენტირებული იმაზე, რომ რაც ესე ვთქვათ, სრულ ინფორმაცია გაივრცელებინათ საზოგადოებაში. თქვენ სრულ პასუხისმგებლობთ, აცხადებთ, რომ ყველაფერი იგზა და 26 სამი თვის წინაც იგივე სიტყვებს ვიძახთ. სად გაიხსნება გახსნის ცერემონია იქნება ლოკომოტივის სტადიონზე. გახსნის ცერემონია საკმაოდ ისეთი ნორმალური იქნება და მოგეხსენებათ მსგავსი ტიპის ღონისძიებების დროს გახსნა და ხურვის ცერემონია ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენც აღნიშნულ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მithumetes ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში არაჩვეულებრივი სანახაობა წარმოადგენს ოლიმპიადის გახსნა და სამწუხაროდ მოკლებული ვართ მასშტაბებს საშუალებას, რომ პირობითად 40 მილიონი ლარი დაგვიждდეს, ან 30 მილიონი ლარი გახსნის ცერემონია. ჩვენ დაახლოებით 3 მილიონი ლარი ნახევარი გვიждდება. არ იქნება, ასე ვთქვათ, დაბალი დონის და დაბალი ხარისხის გახსნა. არა თორემ მოწყობილობები და უწყობლობები ამაზე ჩვენთან ალბათ ნაკლებად არის ამის გამოცდილება ასეთი ტიპის ფესტივალის გახსნის ცერემონია. ცით ნაკლებად არის. არა მარტო გახსნის ცერემონიაზე, ობიექტების მშენებლობაზეც სტანდარტი არ არსებობს ელემენტარული სპორტული ობიექტის მშენებლობის. არის, მაგრამ რეალურად გამოწვევა იყო ეს დედაქალაქისთვის. არა მარტო გახსნის კომპონენტში, ზოგადად ობიექტების მშენებლობის კომპონენტშიც მართლაც დიდი გამოწვევა იყო, რომელსაც აი სწორედ 24 საათიანი მუშაობის ხარჯზე და მონდომების ხარჯზე გავუმკლავდით მთელი თბილისი და მთელი საქართველო. ასევე ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ობიექტები, როდესაც ოლიმპიადა დამთავრდება, რჩება დედაქალაქს. გასაგებია, რომ ვის დარჩება ეს არაჩვეულებრივი სპორტული მოედნები, ეს დიდი საჩუქარია ნამდვილად ჩვენი სპორტსმენებისთვის და ასევე ოლიმპიური სოფელი. არის თუ არა გეგმაში რა დანიშნულება ექნება შემდეგ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ? მე არ მინდა მოვლენებს წინ გავასწრო, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ ობიექტს აშენებდა ჩინური კომპანია. ოლიმპიადის ფარგლებში მოლაპარაკებების საფუძველზე 4000 სპორტსმენს და შესაბამისი დელეგაციის წევრს უმასპინძლებს ოლიმპიური სოფელი, ხოლო მის შემდგომ ექსპლუატაციაში სავარაუდოდ გადაეცემა იმ ადამიანებს, რომლებსაც მსგავსი ტიპის, ესე ვთქვათ, კეთილდღეობა არ აქვთ დღესდღეობით სხვადასხვა მიზეზების გამო. კონკრეტულად ახლა, ესე ვთქვათ, კონკრეტული მისამართით ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. რაც შეეხება ობიექტებს, იყო გარკვეული ტიპის, ესე ვთქვათ,
სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება თუ არა. მოგახსენებთ, იყო გარკვეული ტიპის აზრი გამოხატული, რომ არ იყო ვითომ საჭირო, საერთოდ რა საჭირო იყო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობიდან ამ ხელად ანხაჭდებოდა. ჩვენ არ გქონდა არც ერთი საერთაშორისო სტანდარტის მოედანი, დარბაზი, სტადიონი, არც ერთი აბსოლუტურად. 9 სახეობაში რომ მიმდინარეობს ობიექტების რეაბილიტაცია ნაწილ შემთხვევაში და მშენებლობა ნაწილ შემთხვევაში, ეს რეალურად ქალაქს რჩება. ეს რჩება იმ სპორტსმენებს, რომლებსაც არანაირი საშუალება არ აქვს დღეს და არანაირი პირობა არ აქვს დღეს, რომ საერთაშორისო ღონისძიებებიდან რაიმე შედეგი ჩამოიტანონ საქართველოში. მოთხოვნა ხშირად ძალიან დიდი არის ხოლმე ოლიმპიადაზეც, მსოფლიო ჩემპიონატზეც, რომ გვინდა რომ медаლი გქონდეს, მაგრამ ამისთვის რაც არის საჭირო, არაფერს არ ვაკეთებთ. და ამ შემთხვევაში სახელმწიფომ გაიღო და მე მივესალმები აღნიშნულ ფაქტს. ჩვენ მას საქალაქო სამსახურმა უკვე დადო ექსპლუატაციის გრძელვადიანი გეგმა, როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული ობიექტების ექსპლუატაცია, რამდენი სახეობა უნდა შევიდეს, ასევე დაახლოებით სავარაუდო მოცულობაც კი გვაქვს ობიექტების მიხედვით განსაზღვრული, რამდენი ახალგაზრდა, რამდენი სპორტსმენი შეუძლია მიიღოს და რაც ყველაზე მთავარი არის, ეს ობიექტი იქნება მუნიციპალური თუ იქნება კერძო, მინდა აღნიშნო და აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ 9 სახეობა იქნება თუ 15 სახეობა რა რითიც შეიძლება რომ ეს ობიექტი დაიტვირთოს. ყველა შესაბამის ფედერაციას ექნება მაქსიმალური ხელმისაწვდომობა რომ აღნიშნულ ობიექტებით, ესე ვთქვათ, მიიღოს სარგებლობა. დიახ. არანაკლებ მნიშვნელობის მოვლენა იმართება 11 აგვისტოს ჩვენ ფაქტიურად ხვალდილიდან ბილეთების გაყიდვა იწყება და უკვე ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამან რეკონსტრუქცია სრულდება დინამო არენასი. რამდენად მკაცრი იყო UEFA-ს მოთხოვნები, რამდენად სტანდარტები იქნება დაცული და რა სახის ფაქტიურად ძალიან დიდ არენას მივიღებთ. კი, მაგასენოთ UEFA-ს ამ განსაკუთრებული ტიპის მოთხოვნა და ესე ვთქვათ კაპრიზი არ ქონია, ესე უნდა იყოს, ესე უნდა იყოს. უბრალოდ დინამო არენას სტადიონი საერთაშორისო სტანდარტებს დაახლოებით ჩამორჩებოდა 20 წლით მაინც, 20-25 წლით. ამ შემთხვევაში მოხდა მთლიანად სკამების შეცვლა, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ანტივანდალური სკამები დამონტაჟდა, რომელიც უფრო მეტად გამძლეარი ჩვენი კლიმატის პირობებშიც და ასევე ჩვენი, ასე ვთქვათ, გულშემატკივრობის ტემპერატურის პირობებშიც. ასევე მოხდა ეგრეთ წოდებული ტაბლოს შეცვლა, დაყენა ძალიან დიდი ეკრანი, სადაც გულშემატკივროს ექნებათ ნაწილ შემთხვევაში როგორც გამეორების ხელის საშუალება, გაარკვევენ ანგარიშს ეგრეთ წოდებულ ტაბლოზე. ასევე მოხდა კონსტრუქციულ ნაწილშიც გამაგრებითი სამუშაოები, დაყენდა ეგრეთ წოდებული ტურნიკეტები, რომელიც მოგვცემს საშუალებას ელექტრონულად დავარეგულიროთ ნაკადების შესვლა, გამოსვლა, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს ეგრეთ წოდებულ ჭყლეტვებს თამაშის დასრულება დაწყებისას. ასევე მთლიანად შეიცვალა აუდიო სისტემა, IT სისტემა შეიცვალა, ძალოვანი კაბელის გაყვანა მოხდა დაახლოებით თუ სწორად მახსოვს 3 კილომეტრამდე. ანუ ობიექტი დაზღვეული არის დენის წასვლის შემთხვევაში, აქვს დამატებითი ენერგიის წყარო, რა თქმა უნდა. ასევე მოხდა გახმოვანების სისტემის შეცვლა. უსაფრთხოების ნაწილშიც კამერები დამატებით დამონტაჟდა კამერები. ერთი სიტყვით უსაფრთხოების ზომების დაცვა ალბათ საკმაოდ რთული იქნება 11 აგვისტოს. რა არის ამ შემთხვევაში ტურნიკეტებიც ერთ-ერთი კომპონენტი არის აღნიშნულ ნაწილში, ძალიან ეხმარება შესაბამის ძალიან დიდია ბილეთებზე ბუნებრივია რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, თანხვალიდან იწყება გაყიდვა დილიდან და ფაქტობრივად ღამეს ათენებს ნახევარგულის შემადგენლობარი უკვე დღეს. გინათ, ანუ პრინციპში თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მზად არის დინამო არენა ასეთი დონის მატჩის. 25-26 რიცხვში უკვე მზად იქნება და ნუ გრძელვადიან პერსპექტივაშიც ექნება ამბიცია, რომ ნებისმიერ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლოს. ძალიან სასიამოვნოა, ჩვენ ალბათ ძალიან ცხელი სპორტულად ძალიან ცხელი ზაფხული გველოდება წინ. თუმცა ახლა გადავიდეთ თქვენი სამსახურის სხვა საქმიანობის სხვა კუთხეზე, რამდენიმე დღის წინ, 2 დღის წინ თქვენმა საქალაქო სამსახურმა ანგარიში წარუდგინა საკრებულოს 6 თვის მუშაობის ანგარიში. მე მინდა თქვენ გამოვისმინო, აი ამ ანგარიშიდან რა არის თქვენს ყველაზე მნიშვნელოვანი იმ 6 თვიანი თქვენი მუშაობის შედეგები, რომ წარმოუდგინოთ ჩვენს მოსახლეობას. მოგახსენებთ. მადლობა, ნახაც ძალიან კარგი კითხვა არის. ჩემი სამსახური შედგება 3 პროგრამული განყოფილებისგან. ესენი გახლავთ განათლების განყოფილება, სპორტის განყოფილება და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება. სამივე მიმართულებით საკმაოდ ესე ვთქვათ კარგი შედეგი დავდეთ 6 თვის განმავლობაში და მე კარგ შედეგს ესე ვთქვათ ვზომავ გასული წლის სამუშაოთ. ანუ გასული წლის 2 კვარტლის სამუშაოს რომ შევადაროთ ჩვენი
ორი კვარტალის სამუშაო ფაქტიურად ძალიან დიდი სხვაობა მივიღეთ. ეს არის გამოხატული ბენეფიციართა რაოდენობაში, ღონისძიებების რაოდენობაში, ხარჯვით ნაწილში, ბიუჯეტის ათვისების ნაწილში და ასე შემდეგ. მე პროგრამების მიხედვით ვიტყვი მოკლედ მნიშვნელოვანი თქვენთვის აი რას გამოყენთ ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტის ნაწილში მაგალითად ჩვენ უკვე 18 რიცხვში გავხსნით პარაოლიმპიურ ცენტრს, რომელიც მოემსახურება სპეციალური საჭიროების მქონე პირებს. აღნიშნულ ობიექტზე არის სხვადასხვა ტიპის სპორტული სერვისი, ობიექტი არის სრულიად ადაპტირებული და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქის პერიფერიებში ადაპტაციაზე გამახსენდა ყველა ობიექტი ადაპტირებულია ოლიმპიადის ფარგლებში, რომელიც ჩვენ ნამდვილად ძალიან სიამოვნოა. ასევე დინამო არენაზეც შესაბამისი სტანდარტები დავიცავით, რა თქმა უნდა, ადაპტირების კუთხით და ძალიან სიამოვნოა. მსგავს ტიპის პრობლემები არ გვიქნება. რაც შეეხება კიდევ მინდა თქვა, რომ აქცენტი ჩვენ გავაკეთეთ დედაქალაქის პერიფერიებზე. მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და არსებობა დედაქალაქის პერიფერიებში იყო საკმაოდ დაბალი. და სამწუხაროდ მოსახლეობას და სხვადასხვა სოციალურ ფენებს უჭირდათ პერიფერიებში გარკვეული ტიპის სერვისის მიღება. ეს იქნება სპორტული დარბაზი, საგანმანათლებლო ობიექტი თუ სხვა. ჩვენ დაახლოებით 4 ობიექტს უტარებთ უკვე რეაბილიტაციას. 2015 წელს მოგახსენებთ, ეს არის გლდანის სოფელი გლდანის ტერიტორიაზე არის კულა გლდანელის სახელობის საჭიდაო დარბაზი, მართლაც ისტორიული მნიშვნელობის დარბაზია, რომელიც ფაქტიურად განადგურების პირას იყო მისული და ჩვენი მოსვლის შემდგომ მალევე მოხდა ტექნიკური დავალების შემუშავება, უზურპუქტით გლდანის საცურაოზე გადაცემა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვით უახლოეს დღეებში გამოცხადება ტენდერი, რათა ყავდეს კომპანია, რომელიც საღამოშრომო ობიექტს გაარემონტებს. ასევე მუხიანის ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკვე აქტიურად სამუშაოები, დაახლოებით 2 სარაგმე მოედნის მშენებლობა და ადმინისტრაციული ნაწილით, სადაც ახალგაზრდებს სპორტსმენებს ექნებათ საშუალება, ასე ვთქვათ, შესაბამისი კომფორტს ვერ დავარქმევდი, გასახდელიც არ ქონათ იქ, არც ასე ვთქვათ, საშხაპეები ქონათ არაფერი. სპორტსმენისთვის ელემენტარული პირობა, რომ რა თქმა უნდა, პირობა, რომ მეტი შედეგი მოუტანოს ქვეყანას მომავალში. ასევე იყო მუხიანშივე სპორტული დარბაზი, ძალიან დიდი სპორტული დარბაზი, საცურვაო უნზით, საჭიდაო დარბაზით, ტრიბუნებით, ფეხბურთის მოედნით და ასე შემდეგ, რომელიც აგრეთვე ასე ვთქვათ, გაპარტახებული იყო, წყალი ჩადიოდა და ასე შემდეგ. აღნიშნულ ობიექტით ჩვენ გადავიცით უზურპუქტით გლდანის საცურვაოს. უზურპუქტის გადაცემის მიზანსაც გეტყვით, ამ აღნიშნული ასე ვთქვათ, ქმედების მიზანი იყო ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვა და მუშაობის პერიოდში უფრო ეფექტური მენეჯმენტის განხორციელება. რაც გულისხმობს 4 ობიექტის შემთხვევაში ჩვენ არ გვყავს 4 IP-ის დირექტორი, ჩვენ გვყავს 1 IP-ის დირექტორი და 3 მენეჯერი, რომელიც ობიექტის მიხედვით ახდენს ოპერირებას შესაბამისი ობიექტის. ასევე ლილოში მოგეხსენებათ, იყო ასე ვთქვათ, დაკონსერვებული ობიექტი, რომელიც სამწუხაროდ ვანდალური ქმედებების შედეგად იყო ძალიან განადგურების პირას იყო მისული. ჩვენ დავიწყეთ უკვე აღნიშნული ობიექტის რეაბილიტაცია, ტენდერი დასრულებულია და მიმდინარეობს სამუშაოები. მოგახსენებთ, რომ ლილოში მსგავსი ტიპის სერვისი არ არსებობს, არათუ მუნიციპალური კერძო სერვისიც კი არ არსებობს მსგავსი. და უკვე 2016 წლის ბიუჯეტზეც მუშაობთ აღნიშნული მიმართულებით, რომ მაქსიმალურად ბევრი, ესე ვთქვათ, და ესეთი ხარისხიანი სპორტული ინფრასტრუქტურა შევქმნათ. ვინაიდან როცა ვსაუბრობ სპორტის მასობრიობაზე, არ შეიძლება რომ სპორტი მასობრივი გახადო ერთჯერადი რაღაც კამპანიური ღონისძიებებით. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ 15 სკვერში ვამონტაჟებთ უკვე ეგრეთ წოდებულ ტრენაჟორებს, რომელიც იქნება, ასე ვთქვათ, 10 დანადგარი არის სხეულის სხვადასხვა კუნძზე მოქმედებს და აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ესე ვთქვათ, მოწყობილობა იქნება გადახურული, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას სხვადასხვა ამინდის პირობებში ივარჯიშონ. აი ეს არის სწორედ მასობრიობის მომტანი, ეს არის ესე ვთქვათ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ყველაზე კარგი საშუალება, ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება სპორტული მოედნების ნაწილს, ეს კომპონენტი გადავიდა განგეობების კუთხით, დიახ, ჩვენ უბრალოდ შევმუშავეთ სტანდარტი, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ აღნიშნულ ობიექტებს რომ აღნიშნულ მოედნებს დაეკმაყოფილებინათ ეს სტანდარტი, რაც გულისხმობს ეგრეთ წოდებულ ამორტიზაციას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის საფეხბურთო თუნდაც საკალათბურთო მოედნისთვის, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ხდება არასწორი ფიზიკური დატვირთვის შედეგად ძალიან სავალალო შედეგებს ვიღებთ ხოლმე და რა თქმა უნდა სახელმწიფოსაც უფრო ძვირი უჯდება შემდგომში უკვე მოქალაქეების შენახვა.
ეს მოკლედ რაც მინდოდა სპორტზე მესაუბრა, კიდევ ერთხელ ვიზახი მოკლედ, იმიტომ რომ ჩვენი ესე ვთქვათ სპორტის მიმართულება ძალიან აქტიური განყოფილება არის და ალბათ 2-3 გადაცემა არ გვეყოფა რომ ამოვწუროთ თემა. რაც შეეხება განათლებას. ჩვენ წინასაარჩევნო დაპირება გახდათ ადაპტირებული ტრანსპორტის სერვისის შეთავაზება სპეციალური საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეებისთვის. ჩვენ უკვე გვაქვს ტექნიკური დავალება, უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ ტენდერს და გსურს შევიწყიდოთ 2 Euro 4 სტანდარტის ადაპტირებული ტრანსპორტი. მსგავსი ტიპის ტრანსპორტი საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს. ეს იქნება აბსოლუტურად უფასოდ მოემსახურება სკოლის მოსწავლეებს და დაეხმარება გადაადგილებაში. 2 რამდენად ეყოფა უბრალოდ? 2 რა თქმა უნდა არ ეყოფა. რაც მეტი იქნება უკეთესი არის. დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ დასაწყისისთვის ესეც ძალიან ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი არის. რაც შეეხება ეს სკოლის ნაწილში განათლების განყოფილება და ზოგადად თვითმმართველობა, როგორც მოგეხსენებათ, სკოლის მართვის პროცესში არის ჩართული სამეურვე საბჭოში ჩვენ ყავს ერთი წარმომადგენელი, რომელიც დირექტორის ასე ვთქვათ არჩევის და სკოლის ცხოვრებაში იღებს ძალიან აქტიურ მონაწილეობას. აღნიშნული მიმართულებით ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული 2015 წელს ასე ვთქვათ მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება ამ კომპონენტში, ასევე გსურს გავაკეთოთ სტაჟირება და მიმდინარეობის მოლაპარაკება განათლების სამინისტროსთან. სკოლებში სპორტული ჩვენი ნაწილი არ არის სამწუხაროდ, როგორც მოგეხსენებათ. ჩვენი კომპეტენცია სამართლებრივად მთავრდება სამეურვე საბჭოს წევრთან. სამეურვე საბჭოს წევრით ვარ წარმოადგენელი სკოლაში, იმის იქით სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ცოტა ხანში რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ საუბარს თქვენ სამსახურში, ასევე ბაგაბაღების შემოდის, მე აუცილებლად დაგისვათ კითხვებს ამის თაობაზე, გასულ კვირას მე თუმცა ძალიან დიდი პრობლემა შეექმნა ამასთან დაკავშირებით. არ გადაართოთ რეკლამის შემდეგ ეპიცენტრი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. ეპიცენტრი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარია განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი არიშიძე. ბატონო გიორგი, ჩვენ საუბრობდით თქვენი მოხსენების შესახებ და გავჩერდით სასწავლო დაწესებულებების ნაწილზე. ბაგაბაღები, რომელიც არის საკმაოდ რთული პრობლემა არის დედაქალაქში 10,000-მდე ბავშვი ფაქტობრივად ბაღის გარეშე დარჩა. რატო წარმოიშვა ეს პრობლემა და როგორ ხედავთ ამის გადაჭრის გზებს, იმიტომ რომ მშობელი, რომელიც სამსახურში უნდა წავიდეს, უფასო ბაგაბაღზე, მაგრამ ალბათ ეს ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ რადგან უფასოა, ალბათ მოთხოვნა გაიზარდა ამაზე. როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა? ადამიანები, ფაქტურად სამსახურში ვერ მიდიან, იმიტომ რომ ბავშვები ვერ მიყავთ ბაღში. ძალიან მტკივნეულია ეს პრობლემა. მე უბრალოდ მიკვირის ოპონენტების მხრიდან, რომ დღეს გაახსენეთ რატომღაც ბავშვები და დღეს გაახსენეთ ბავშვებზე ფიქრი და ბავშვების პრობლემები, ახსაზრდელების პრობლემები. ეს პრობლემა არ დაწყებულა დღეს და გუშინ. ეს პრობლემა არის წლებია რაც დგას, მაგრამ განსაკუთრებულად ესე ვთქვათ მწვავე გახდა მას შემდგომ, რაც ესე ვთქვათ მუნიციპალური სერვისი გახდა უფასო. უფასო ხელმისაწვდომი ყოველას. აღნიშნული მიმართულებით. სხვადასხვა გზა არსებობს პრობლემის მოგვარების. ერთ-ერთი ძირითადი, რასაც ვერ გავიქცევით, ეს ჩვენი გამოწვევა არის, ჩვენი მემკვიდრეობა არის, ეს არის ინფრასტრუქტურის დეფიციტი. აღნიშნული მიმართულებით ჩვენს ხელთ არსებული რესურსიდან გამომდინარე, მიმდინარეობს 4 ბაღის მშენებლობა, რომლის ფარგლებში 1500-ზე მეტი ბავშვი უკვე 2015 წელს სავარაუდოდ უნდა დამთავრდეს ამ წლის ბოლომდე. 1500 ბავშვზე მეტი მოახერხებს აღნიშნულ ბაღში ჯარიცხვას. ალბათ გაქვთ აღნიშნული პრობლემური უბნები, სადაც განსაკუთრებით მიმართვიანობას აქვს რომ მეტი არის. კი, მოგახსენებთ აღნიშნულთან დაკავშირებითაც 53,000 ბავშვამდე, დაახლოებით 53,000 ბავშვი იყო ბოლო, ასე ვთქვათ, სააღზალო სეზონზე. დღევანდელ დღემდე არა თუ ვინც დარეგისტრა, ვინც უბრალოდ ბაღში იყო ჩარიცხული 53,000. ალბათ პრობლემა კიდე გამწვავა იმან, ჩემი ვარაუდია, რომ სკოლაში შეყვანის ასაკი, ვთქვათ, განისაზღვრა 6 წელი და ამის გარდაც იყო. დარჩნენ ბავშვები, რომელიც რეალურად ამთავრებდნენ, ალბათ დარჩნენ ხო საბავშვო ბაღებში. ჯერჯერობით აღნიშნული პროგრამა არ არის სრულიად ძალაში შესული და ამ საკანონმდებლო ინიციატივამდეც იყო პრობლემა. ვინაიდან მიმართვიანობა საკმაოდ ჭარბი იყო. არის რაღაც ნაწილი შეიძლება გამოსავალი იყოს კერძო ბაღების აუჩერიზაციაც. ვინაიდან აქ არის საუბარი, რომ ზოგადად დედაქალაქში ბაღი არ არის. ბაღი არის ნაწილ შემთხვევაში მუნიციპალური, ნაწილ შემთხვევაში კერძო ბაღი.
ვაუჩერიზაციის შემთხვევაში ადამიანებს ეკრემათ საშუალება, რომ დამატებითი, ესე ვთქვათ, რესურსები აითვისონ და ის სერვისი მიიღონ, სასრული სერვისი მიიღონ. ალბათ ვაუჩერიზაციის შემთხვევაში ალბათ თანადაფინანსება. თანადაფინანსება და ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს ხარჯების ზრდას. ჩემი აზრი არის, რომ ჯობია რომ აღნიშნული რესურსი მოხმარდეს, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურის განვითარებას. რომლის პარალელებშიც მოგახსენებთ, რომ დაახლოებით 30-მდე დამატებითი ჯგუფი შეიქმნა, ბოდიში შემეშალა 30-ზე მეტი, 60-მდე დამატებითი ჯგუფი შეიქმნა წლის განმავლობაში. სხვადასხვა ბაღებში სხვადასხვა ბაღებში, რა თქმა უნდა, და იმ აუთვისებელი ფართების ათვისება მოხდა არსებულ კონსტრუქციულ ნაწილში, რის ათვისებაც არ ხდებოდა. გამოუყენებელი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ თვლიდნენ მაშინ, რომ ეს პრობლემა იყო მათ წინაშე. ეს რაც შეეხება ისე მოკლედ რო ვისაუბროთ ბაღზე, მე ოდნავ გავაგრძელებ განათლების ნაწილზე საუბარს, ასე ვთქვათ, შევჩერდი დედაქალაქის როლზე სკოლის მართვის პროცესში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა სკოლის მართვის პროცესში შეიძლება ხშირ შემთხვევაში და უმეტეს შემთხვევაში იყოს გაცილებით უფრო ეფექტური, ვიდრე ცენტრალურის ამ შემთხვევაში ეს ჩემი აზრი არის და არა მარტო ჩემი აზრი არის, ევროპაში ამის პრაქტიკა გვაქვს და რა თქმა უნდა შედარებათ არ ზღირს. ახლა ჩვენი ხარისხი, სასწავლო ხარისხი და მათი სასწავლო ხარისხი შევადაროთ ერთმანეთს. აღნიშნული მიმართულებით ჩვენი სამეურვეო საბჭოს წევრების გააქტიურება, მათი ცნობიერების ამაღლება და ასევე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გამოიწვევს სკოლის მართვის პროცესში თვითმმართველობის როლის გააქტიურებას, რაც ბუნებრივია გამოიწვევს ხარისხის გაზრდას, პრობლემების იდენტიფიცირებას და ასე შემდეგ. რაც შეეხება კიდევ ყველაზე საინტერესო, რასაც განათლების განყოფილება ხორციელებს, როგორც მოგეხსენებათ, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე თავის ესე ვთქვათ ძველ მემკვიდრეს თბილისის მერიას დაუბრუნდა. აღნიშნული მიმართულებით ჩვენ გვეგმავთ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, ვინაიდან ახალგაზრდებს გახლავთ სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პრობლემა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადი განათლების საკითხიც, რომლის მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვართ ჩართული და სწორედ ამას გულისხმობს. ერთი კითხვა მაქვს აქვე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის გარემონტების შემთხვევაში რამე მოსახლეობის რამე ფასების მატება ხო არ იქნება გამოს? არა. ჩვენი ძირითადი მიზანი არის სერვისები, რომელსაც უტარებთ რეაბილიტაციას და ექსპლუატაციის ქვეშ არის, ესე რომ ვთქვათ, იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყველასთვის. ახალგაზრდების დასაქმებისთვის და ზოგადად დასაქმების ხელშეწყობისთვის ჩვენ გვაქვს 40,000 ლარამდე გათვალისწინებული შრომის ბაზრის კვლევაზე წელს. აღნიშნული კვლევის შემდგომ ჩვენ შევიმუშაოთ სპეციალურ საგანმანათლებლო კურსს, რომელიც იქნება რეალურად საჭიროებაზე მორგებული. მე მოგახსენებთ, რომ 2014 წელს მე ახორციელებდა ინგლისურის და კომპიუტერის კურსებს, რომლის პარალელებშიც დაახლოებით 9 მილიონი ლარი იხარჯებოდა ისე, რომ არანაირი საჭიროებების კვლევა და ანალიზი არ არსებობდა. ვინაიდან დღეს თანამედროვე შრომის ბაზარი არ ითხოვს მხოლოდ ინგლისურის და კომპიუტერის ცოდნას, შეიძლება სხვა პროფესიულ მიმართულებას ითხოვს და აუცილებელია კვლევა წელს ჩატარდება. დიახ, წელს ჩატარდება. ასევე მინდა ვთქვა, რომ სასახლის ნაწილში ძალიან გააქტიურდა ჩვენი სამსახური და სხვადასხვა, ესე ვთქვათ, საჯარო დისკუსიებს მართავთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ, ეს არის ახალგაზრდები თვითმმართველობისთვის, რომლის ფარგლებშიც თვითმმართველობის წარმომადგენელი, პირობითაც საქალაქო სამსახურის უფროსი ხვდება სტუდენტებს, რა თქმა უნდა, აქვთ თავიანთი პროფესიის ნაწილში, პრაქტიკულ ნაწილში აქვთ კითხვები, რათა უფრო აიმაღლონ კვალიფიკაცია, ცნობიერება და ასე შემდეგ. ერთის მხრივ ეს არის დედაქალაქის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ძალიან ეფექტური და კარგი საშუალება და ასევე ეს არის უშუალოდ სტუდენტის ცნობიერების ამაღლების. სოციალური პროექტები თუ გაქვთ სტუდენტებთან დაკავშირებით, მათი სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტთა პირველ რიგში, როგორც მოგეხსენებათ, იმისთვის რომ სოციალური ფონი არ დაკარგოს, ასე ვთქვათ, ამ პროგრამამ აუცილებლად ყველაზე ძირითადი კრიტერიუმი არის, ასე ვთქვათ, სოციალური ქულო. თუ სტუდენტი არის სოციალურად დაუცველი, დღევანდელი არსებული წესით იგი იღებს ჩვენგან დაფინანსების ნახევარს. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უკვე მუშაობთ ახალ წესზე, ყველა უნივერსიტეტი არის ჩართული ჩვენთან და წესის შემუშავებაზე, ვინაიდან ეფექტი არ დავკარგოთ. მომდევნო წლიდან უკვე ჩვენ შევძლებთ, რომ სრულად დაფინანსოთ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის გადასახადი. დღეს მდგომარეობით ასევე მოგახსენებთ, რომ დაახლოებით
1300-მდე სტუდენტის დაფინანსება მოხდა. საკმაოდ ეფექტური და კარგი საშუალება არის და მივიცეთ ახალგაზრდებს საშუალება სამიანთი ესე ვთქვათ სასწავლო პროცესი რო არ შეწყვიტონ, იმიტომ რომ 22000-მდე სტატუსში შეჩერებული სტუდენტი ყავს ისედაც და ამ ციფრის გაზრდა სახელმწიფოს არ აწყობს არანაირად. ჩვენ პირიქით მუშაობთ ამ ციფრის შემცირებაზე, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, და ასევე ამ ნაწილში დაგეგმილი გვაქვს ესე ვთქვათ საზაფხულო სკოლა, ესეთი პროექტი. წელს იგი გაიმართება საპილოტეთ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში. განხორციელების საშუალების ძიებაში ვართ, ესე ვთქვათ, ვინაიდან ინფრასტრუქტურას ვეძებთ შესაბამისად, რაც მოხდება პროექტის განხორციელება. ადგილზე იქნება სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამები, ეს იქნება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იქნება სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის და ასე შემდეგ. და მოსახლეობას იქნება, რა თქმა უნდა, შანსი, რომ სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელების საშუალებით მიიღონ აღნიშნული პროექტის განხორციელების თაობაზე, ასე ვთქვათ, ინფორმაცია. სტუდენტებს აქვთ ალბათ რაღაც თავისი იდეები, თავის მოსაზრებები ქალაქის მართვასთან დაკავშირებით. რამდენად ითვალისწინებთ ამას, რამდენად ჭიდროდ თანამშრომლობთ, რამდენად იცით მათი იდეების, მოსაზრებების შესახებ? ჩვენ პერმანენტულად სტუდენტებს ხვდებით, ძალიან ხშირი და ესეთი თვითმმართველობებთან ალბათ აქტიური. რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ინიციატივა გვაქვს ჩვენ განათლების ნაწილშიც და ახალგაზრდული გაყოფილების ნაწილშიც გვაქვს შესაბამისი ბიუჯეტი, როგორც საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებისთვის, ასევე ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებისთვის. და აქტიურობაც შესაბამისი. მიუხედავად იმისა, რომ წელს ძალიან ისეთ მოცულობითი არ არის ჩვენი ბიუჯეტი მსგავსი მიმართულებით, მაინც ვახდენთ და ვახერხებთ სხვადასხვა საინტერესო პროექტების დაფინანსებას და ხელშეწყობას. რაც შეეხება ახალგაზრდების ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობის პროცესში, მოგახსენებთ, ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა, ვინაიდან არასდროს არავინ არ ეკითხებოდა ახალგაზრდას აზრს და მათთვის ყველანაირი ტრიბუნა იყო ხელმიუწვდომელი. ჩვენ გავაკეთეთ ეგრეთ წოდებული სათათბიროები, რომლის დაკომპლექტებაც უკვე დასრულებული არის, დაახლოებით. ეს სათათბიროები მოგახსენებთ, თითო უნივერსიტეტი წავს წარმოდგენილი 5 ახალგაზრდა შესაბამისი პროფესიული მიმართულებით და შესაბამის საქალაქო სამსახურთან არის მიბული და არის ჩართული აღნიშნული სამსახურის საქმიანობის პროცესში. აწვევს რეკომენდაციას იღებს და სტაჟირების რაღაც ესე რომ ვთქვათ, ცოტა ოდნავ განსხვავებული ვერსია არის, მაგრამ აღნიშნულის მიზანი, ყველაზე დიდი მიზანი იყო მათი ჩართულობის ზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე ჩვენ დავგეგმეთ აღნიშნული მიმართულებით პრაქტიკული ტურები, რომელსაც ახალგაზრდული განყოფილება ახორციელებს ამ შემთხვევაში და შესაბამისი სპეციალობის მქონე სტუდენტებს ვაძლევთ საშუალებას მაგალითს მოგიყვანთ, ჩვენ ახალი თბილისის ტერიტორიაზე დაახლოებით 200 სტუდენტს გავუკეთეთ პრაქტიკული ტური, ისინი ეცნობოდნენ გეოლოგიას, გეოდეზიას, არქიტექტურას, თანამედროვე სტანდარტებით მშენებლობას, ასევე სამშენებლო ტექნიკის მუშაობას ეცნობოდნენ და საკმაოდ ისეთი კარგი გამოხმაურება მოყვა. ბაზრის კვლევის შედეგები, როდესაც იქნება მზად, ალბათ ვფიქრობ, ზუსტად აი ეს პროფესიები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, დეფიციტური იქნება და ასეთ შემთხვევაში თქვენი სამსახური მოიფიქრებს რამე პროგრამას? რა თქმა უნდა, სპეციალურ სასწავლო პროგრამას მოიფიქრეთ ბაზრის კვლევის საფუძველზე, რა თქმა უნდა, ჩვენ თვითონ ვიქნებით განმხორციელებელი ორგანო და ადამიანებს ექნებათ აბსოლუტურად უფასო საშუალება, რომ მიიღონ აღნიშნული კურსით. ასე ვთქვათ, სარგებელი აიმაღლონ კვალიფიკაცია, ცნობიერება. რამდენად იქნება ამ პროფესიების მიმართ ინტერესი სამწუხაროდ აქამდე არ იყო. ახალგაზრდები მაინც ეტანებოდნენ რაღაც რამდენიმე ფაკულტეტი იყო, რომელსაც იყო ძალიან ბევრი ადამიანი და იყო თუნდაც აი ეს ჩამოთვლილი პროფესიები, რომელზეც ნაკლებად იყო კონკურსი და ეს პრობლემა არის. გეტყვით რატო არის პრობლემა? ჩემ აზრს ვიტყვი, ესე ვთქვათ, პროფესიის შერჩევის პროცესში არ აქვს ახალგაზრდას, ესე ვთქვათ, კარგი გარემო. ხშირად ხდება, რომ მშობლის რეკომენდაციის საფუძველზე ხდება პროფესიის შერჩევა. და მოგეხსენებათ, რომ უმეტეს ნაწილში მშობლის და შვილის, ესე ვთქვათ, გემოვნება და აზროვნება ვერ ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს. მშობლიც ამ რჩევის პროცესში რითი ხელმძღვანელობს? გემოვნებით, ხო, პირველ რიგში. ხო არ აქვს რაიმე კვლევის, რაიმე ანალიზის საფუძველი, რომ აი ეს პროფესია დაგეხმარება შენ, ხო? გემოვნებით ხდება ხოლმე პროფესიის შერჩევა. მე რა აქვს მობილობის საშუალება, მაგრამ პირველი წელი ისწავლა, იწვალა, მოდი მეორე წელიც, მესამე წელიც და ამ დროს ხდება უკვე რომ მოქალაქეები ვერ ახერხებენ კარიერაში ღირსეულად შესვლას. ვინაიდან რეალურად მაგალითი მოვიყვანოთ
საბანკო მიმართულებით ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო ესე ვთქვათ განათლება, მაგრამ ასევე იურისპრუდენციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მაგრამ შეზღუდული არის აღნიშნული მიმართულებით. მაგრამ ბაზარი რეალურად ამდენს არ ითხოვს. კარგი ბუღალტრები არ ყავს და გვიჭირს, ფინანსისტები არ ყავს, გვიჭირს. არც მშენებლები არ, რა თქმა უნდა. არის ძალიან ბევრი დეფიციტური პროფესია. ძალიან ბევრი დეფიციტური პროფესიების განვითარებაში რაღაც თქვენ წულს შეიტანთ. საბოლოო ჯამში ირიბი ეფექტი ამ პროგრამას ეს ექნება. ალბათ დაინტერესებისთვის რაღაცა კამპანიაც იქნება საჭირო, რომ სტუდენტები დააინტერესოთ რეალურად ეს პროფესიები, რას მოუტას, მაგრამ რამდენად ანაზღაურებად იქნება მათი ეს პროფესია. შრომის ბაზრის კვლევის შემდგომ ჩვენ გვექნება პრეზენტაცია, როგორც მოსახლეობას, ისე ახალგაზრდებს ზოგადად გავაცნობთ ყველას. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ეს და როდისთვის ვარაუდობთ ამ პროექტის განხორციელებას? ვფიქრობ, რომ მესამე კვარტალის ბოლომდე უნდა მორჩის უკვე შრომის ბაზრის კვლევა. მაქსიმუმ მეოთხე კვარტალზე გადავიდეს, ნუ ის იყოს ოქტომბერი, ნუ არ ვარაუდობ ამას, ნუ თუ რაიმე ასე ვთქვათ, რაღაც გადავლახავი ძალების ზემოქმედება არ იქნება, ვფიქრობ, რომ უნდა მესამე კვარტალში მორჩის. ისევ რომ დაუბრუნდეთ სპორტს, მუნიციპალური მოედნები ან აუზები თუ არსებობს თბილისში, რომლებია და რა შეღავათებით შესაძლოა სარგებლობდნენ ახალგაზრდები, რომელთა ოჯახებს ელემენტარულად არ აქვთ იმის თანხა, რომ ცურვაში ან სხვადასხვა სპორტულ სახეობაში, რომ ძალიან არ არის იაფი, შესაბამისად საქართველოშიც არის საკმაოდ ისეთი ზოგიერთი ადამიანის ხელმისაწვდომელი, რომელიც თქვა როგორ შევლეთ ისარგებლონ ამითი ადამიანები. მოახსენებთ, პირველ რიგში არის ის, რომ ჩვენი ობიექტები არის აიპები და არა შეპესები, ჩვენ არ ვართ მოგებაზე ორიენტირებული, შესაბამისად ფასი არის საკმაოდ კონკურენტული სხვა ობიექტებთან მიმართებაში და ფასი არ გულისხმობს დაბალ ხარისხს. ხარისხი არის აბსოლუტურად ადეკვატური იმ თანამედროვე მოთხოვნებისა, რაც არსებობს მსგავსი სერვისების მიმართ. რაც შეეხება მოქალაქეს, რომელსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ აქვს საშუალება ან მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს და ასე შემდეგ. სოციალური სამსახური მათ ეხმარება თვის განმავლობაში, ნაწილ შემთხვევაში თანადაფინანსებით, ნაწილ შემთხვევაში სრული დაფინანსებით და მათ აქვთ საშუალება რომ მიიღონ სხვადასხვა ობიექტზე სურველებმა როგორ სურველება თქვენგან გაიგებენ ახლა როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დაფინანსების მოპოვების მუნიციპალურ სერვისს მუნიციპალურ ობიექტზე თუ მივა აღნიშნული ობიექტი მიაწვის ამ ინფორმაციას ეს იქნება მოწვრთნელი ეს იქნება ადმინისტრატორი თუ ეს იქნება ხელმძღვანელი ობიექტის ვინც არ უნდა იყოს ვინაიდან ერთ-ერთი ძირითადი ჩვენი მუშაობის მიზანი არის ხელმისაწვდომობა. ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, ხელმისაწვდომობის კომპონენტი დაიკარგება, რა თქმა უნდა და მოსახლეობას უკმაყოფილო იქნება საკმაოდ ეს თქვა. თქვენს ანგარიშს რო დავუბრუნდეთ, რომელიც 2 დღის წინ საკრებულოს წინაშე წარადგინეთ და საკმაოდ მოცულობით ალბათ თელს ანგარიშს ახლა ჩვენს წინაშეც ვერ წარადგენთ. რა ტიპის კითხვები გქონდათ თქვა რა შენიშვნები და რეკომენდაციები მათი? მოგახსენებთ გაჩნდა თითქოს საკრებულოში ესეთი აზრი, რომ მე რაღაცნაირად ანუ დისკომფორტი მაქვს ანგარიშის, ასე ვთქვათ, მოსმენაზე რომ მივიდე. რომ ჩავაბარო ანგარიშის საკრებულოს პირიქით, მე მიხარია, მე როცა მაქვს საშუალება, რომ ჩემ სამსახურზე ვისაუბროთ, როცა მაქვს საშუალება, რომ მიუცე ადამიანს შანსი და საშუალება, ღირსეული საშუალება, რომ მან რეკომენდაცია მომწეს, ეს რა თქმა უნდა, ჩემი მუშაობის ხარისხის გაზრდას, ეს არის ჩემი მიზანი პირველ რიგში. ჩემი ანგარიში, 6 თვიანი ანგარიში, რომელსაც ისედაც ვამზადებთ ხოლმე, რათა განვსაზღვროთ ჩვენი სამსახურის საქმიანობა, ბენეფიციართა რაოდენობა, ხარჯვითი ნაწილი, პრობლემა, შეხვედრები და ასე შემდეგ. ყველაფერი დეტალურად, რა თქმა უნდა, იყო დაახლოებით 200 გვერდიანი. მე 200 გვერდიანი ანგარიში საკრებულოში რომ ვსულიყავი, სავარაუდოდ 8 საათი მაინც დამჭირდებოდა, რომ კარგად ესე ვთქვათ, გამიკეთებინა მოხსენება შესაბამისად. თან მარტო ამზადებოდი თემა ანგარიშსა, რა თქმა უნდა, იმის რომ მაქსიმალურად ინტერაქტიული ყოფილიყო აღნიშნული შეხვედრა შესაბამის კომისიის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოკლე ანგარიში მექნებოდა და შემდგომ უკვე გადავიდოდით კითხვა-პასუხის რეჟიმზე, რათა ყველას აბსოლუტურად ვისაც რაიმე კითხვა ქონდა ჩემი საქმიანობის და ჩემი სამსახურის საქმიანობის შესახებ იყო თორე კრიტიკული რაღაც მოსაზრებები გამოთქმული. კრიტიკულ მოსაზრებას არა რეკომენდაცია მოგცა. რეკომენდაცია იყო ძირითადად ნაწილში ესახებოდა სოციალურ დაუცველი სტუდენტების, ესე ვთქვათ, დაფინანსების წესის შემუშავებას, გთხოვა საკრებულოს რამდენიმე დეპუტატმა რომ აღნიშნული სამუშაო ვერსია მათთვის გაგვეცნო, ასევე დეტალური ანგარიში გთხოვეს. მე ჩემს ხარ შევაფასებდი საკმაოდ პოზიტიურად და საკმაოდ ესე ვთქვათ, კარგად შევაფასებდი, კი. ჩემ თავსაც ნორმალურად შევაფასებდი, ჩემი სამსახურის საქმიანობასაც კარგად შევაფასებდი.
თუ არსებობს რაიმე საშუალება, რომ გაიზომოს სამსახურის საქმიანობის ეფექტურობა, ნებისმიერ ადამიანს ვთხოვ, რომ გაზომოს ჩემი სამსახურის საქმიანობის ეფექტურობა და მე დარწმუნებული შედეგი იქნება, ასე ვთქვათ, აიდება შედეგი, რომ ჩემი სამსახური არის საკმაოდ ეფექტური. და გავამართლეთ, ესე ვთქვათ, ის მოლოდინი, რაც უშუალოდ ქალაქის მერს და ზოგადად იმ ადამიანებს ხონდა. კიდევ უფრო კარგად წარმოჩენდება თქვენი სამსახურის სამუშაო. მე წარმატებები მინდა გისურვებად, გიორგი. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი არეშიძე. ეპიცენტრი მომავალ შაბათამდე გემშვიდობებად. მომავალ შაბათს კულტურის საქალაქო სამსახურს უმასპინძლებთ. მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.